მადლობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. საქართველოს პრეზიდენტს ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელოდებიან. მიხეილ ყაველაშვილი სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით ამ დღეს სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება. პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ბოლოს კი დასკვნით სიტყვას ისევ მიხეილ ყაველაშვილი იტყვის. ფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თემები დაგროვდა რეალურად ის საკითხები, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული ბოლო პერიოდში. მეორე სპეკულაციებიც იყო ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თავად მოხსენებაც, თავად დეტალები იმ აქტივობებისა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, იქნება საგანგებოდ საინტერესო. ყოველწლიური ანგარიში არის ის თემა, რომელიც სცილდება მნიშვნელოვნად მხოლოდ ერთ ასპექტს, რასაც ქვია პრეზიდენტის საქმიანობა და ზოგადად ფასდება საქართველოში არსებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკის, ჰუმანიტარული მიმართულებებით. გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით. საუბარია 7 კანონში შესატანცვლებაზე, რომლის ამოქმედების შემდეგაც აღნიშნული მიმართულებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. მათ შორის არის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ცვლილებების მიზნად მმართველი გუნდი უცხოური გავლენისგან გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ქართული პოლიტიკური სივრცის დაცვას ასახელებს. კრიტიკულია ოპოზიცია. ეს კანონი რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ გაქრეს განსხვავებული აზრი ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს განსხვავებული აზრი ოცნების წევრებისთვის არის დისკომფორტული, მათ არ სურთ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, არ სურთ იმ კრიტიკული შეფასებების მოსმენა, რომელიც მომდინარეობს მათი ქმედებებიდან გამომდინარე. გრანტის შემოტანა საქართველოში შეიძლება საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას და გრანტის მომცემს გააჩნია ერთობლივი ინტერესი, მაგრამ რასაკურველეს წინასწარ უნდა იქნეს განხილული და შეთანხმებული, ვინაიდან აშკარად ხმამაღლა ოფიციალური ტრიბუნიდან ევროკავშირის კომისარის მიერ განცხადებული იქნა, რომ უშველებელი თანხები არის ორგანიზებული, მობილიზებული, რათა საქართველოში შეიტანონ და არა მარტო საქართველოში რესურსი, რომელიც არის მობილიზებული ქვეყნების შემოსატანად, როგორც შავი ფული პირდაპირ განცხადებულად არის იმ პროცესების დასაფინანსებლად, რასაც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ექსტრემიზმს უწოდებთ. ექსტრემიზმის ერთ-ერთი გამოვლენებაა ის, რომ შექმნან პარალელური სტრუქტურები, არაღიარონ სახელმწიფო სტრუქტურები. ასევე მეორე მოსმენით იწყებენ დეპუტატები მუშაობას იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც უწყება პარლამენტის ნაცვლად ანგარიშვალდებული ორგანო ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე. საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილების მიხედვით ასევე პრემიერს ენიჭება სამსახურის ხელმძღვანელის დაავადებაზე დანიშნა, გათავისუფლების უფლებამოსილება. იცვლება სამსახურის მმართველი ორგანოს იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი. ეს არის სახელმწიფო უწყება, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ჩამოყალიბებული და ახლა ხდება მისი პრემიერ-მინისტრის აპარატის ქვეშ გადანაცვლება, რაც მის დამოუკიდებლობას ვერცერთ შემთხვევაში ვერ შებღალავს, უფრო მეტიც მისი ფუნქციონირება, მისი ტექნიკური მაჩვენებლები, მისი სტრუქტურა იქნება კიდევ უფრო გამართული იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ დაიცვან მაგალითად თავიანთი უფლებები, იმის გამო, რომ არ აქვთ ფინანსური რესურსები, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ნებისმიერი ასეთი მოქალაქის ინტერესები იყოს დაცული, რასაც ეს სამსახური ემსახურებოდა და ახალი ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო წარმატებით მოემსახურება. უკრაინაში ომის დასასრულებლად სამხრივი მოლაპარაკება ჟენევაში ხვალ შედგება. მეორე რაუნდში მონაწილეობისთვის უკრაინის დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვეცდებით სწორი დასკვნების გამოტანას უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს, დაწერა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. ორდღიან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. როიტერის ცნობით ამერიკულ მხარეს სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. საზღვრის კვეთის მცდელობის დროს დაკავებულია უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი. მედიის ინფორმაციით ის ქვეყნიდან გასვლას მატარებლით ცდილობდა.
გერმან გალუშენკო სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიიდან სახსრების მიტაცების საქმეში ფიგურირებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას 2021-25 წლებში იკავებდა. გასული წლის ივლისში კი ვოლდიმერ ზელენსკი მის იუსტიციის მინისტრად დანიშნა. ენერგეტიკის სფეროში საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე, რომელშიც უკრაინის მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები მონაწილეობდნენ, ათობით პირია დაკავებული. ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით სკანდალური საქმის ეპიცენტრში ზელენსკის ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი ტიმურ მინდიჩია, რომელმაც ქვეყანა დატოვა. გამოძიების მონაცემებით საუბარია $100 მილიონი მითვისებაზე. სახელმწიფოები, რომლებიც მშვიდობის საბჭოს შეუერთდნენ ღაზის სექტორის აღდგენისთვის $5 მილიარდ მეც გამოყოფენ. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Truth Social-ის გვერდზე გაავრცელა. დონალდ ტრამპი წერს, რომ მშვიდობის საბჭოს მომდევნო ყრილობა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. მისი წევრი სახელმწიფოები კი კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებისა და ათასობით თანამშრომლის გაგზავნის შესახებ გამოაცხადებენ. კონკრეტულად რომელი ქვეყნები გამოყოფენ რესურსებს არ კონკრეტდება. ტრამპი აღნიშნავს, რომ მის მიერ დაარსებული მშვიდობის საბჭო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო გახდება, რომლის თავმჯდომარეობაც მისთვის დიდი პატივია. დაპირისპირება ისრაელის ქალაქ ბნეი ბრაკში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ულტრაორთოდოქსების ჯგუფმა 2 ჯარისკაცი ქალი გაიტაცა. მათი დაბრუნება პოლიციამ შეძლო. რამდენიმე საათიანი შეტაკებების შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მანქანები, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ყალბი ინფორმაცია. თითქოს ადგილზე მყოფი ჯარისკაცები ჯარში გაწვევის უწყებებს არიგებდნენ. ისრაელის კანონმდებლობით ქვეყანაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, თუმცა ებრაელი ულტრაორთოდოქსული მოსახლეობა ძირითადად მისგან გათავისუფლებულია. მომხდარი დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. გადაადგილდებით ორთაჭალხესის ხიდიდან რუსთავისკენ კალაპოტის მიმდებარედ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ამის მიზეზი დაახლოებით 2 კვირის წინ მტკვარში გაუჩინარებული პირის სამძებრო ღონისძიებებია. დღეს და ხვალ მტკვარში მოხდება წყლის დონის ხელოვნურად შემცირება, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას. ძებნის ოპერაციაში ჩართული იქნება 200-მდე მეხანძრემაშვილი, ასევე მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები. კორპუსების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში მოხდება 3 შენობის თბო-საიზოლაციო მასალით შეფუთვა. გათვალისწინებულია ფასადების რეაბილიტაცია, ასევე არსებული კარ-ფანჯრების ახლით ჩანაცვლება და ერთ-ერთი კორპუსის საძირკვლის გამაგრება. სამუშაოების დასაწყებად სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონს აჭარბებს. დაგეგმილი არის 10-11-12 ნომერი კორპუსების რეაბილიტაცია, ენერგოეფექტური მასალით შეფუთვა. რა თქმა უნდა, 10 ნომერზე გათვალისწინებული არის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც ექსპერტიზით დასკვნით იყო. შემდეგ მივიღებთ რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ძალიან ლამაზ ახალ 3 ენერგოეფექტურ შენობას. დაწყებულია სატენდერო პროცედურები, კონკრეტულად მოხდება ამ ეტაპზე მესხიშვილის 10, 11 და 12 ნომერის შენობების რეაბილიტაცია. მოსახლეობის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო აღნიშნული მოთხოვნა. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის ფასადის სრული რეაბილიტაცია. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებ გვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი 9-ზე ამი დასრულებულია. მე 10-ზე ისევ დაგებრუნდებით.